მოგესალმებით ქალბატონო ანა, მივესალმები ტელემაყურებელს, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. თქვენ ზუსტად ტელემაყურებლის ნებართვით მოგახსენებთ, კი ბატონო, ამ შემთხვევაში ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანწილად, ასე ვთქვათ, გართულდება ჯერ ვიზის აღება და შემდგომში, თქვათ, იგივე საზღვრის გადაკვეთა, როგორც ასეთი. ანუ ვიზა კი ბატონო, თქვათ, აი ეს სავიზო რეჟიმი შემოიღეს, ხო, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ანუ მოგხსენებათ, ვინც ფლობს, თქვათ, ხო, დიპლომატიურ პასპორტს, სამუშაო პასპორტს თუ ოფიციალურ პასპორტს, მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, ხო, რომ გაიცემა არ გაიცემა კონკრეტულ ადამიანზე ამ შემთხვევაში ვიზა, ხო, შენგენის ზონაში, თქვათ, შესაძლებელი ვიზა, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია კონსულმა, თქვათ, უარი უთხრას მათ, ან შემდგომში მესაზღვრემ უთქვას უარი, თქვათ, ამ ადამიანებს შენგენის ზონაში შესვლაზე, იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები, საქართველოს ყავს პოლიტპატიმრები, საქართველოს ყავს სინდისის პატიმრები, ადამიანებს თქვათ აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ თქვათ ამ სავიზო რეჟიმის ამოქმედებაც კი ასე თქვათ არ იძლევა არანაირ გარანტიას, ხო, რომ კონკრეტულად ეს ადამიანები ან ვიზას მიიღებენ, ან შემდგომში თქვათ თუნდაც ვიზიტურთ შეეძლებათ ან არ შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა უკვე, იმიტომ რომ ჯერ თქვათ საკონსულოში უნდა აიღონ ვიზა, ხო, კონკრეტული ქვეყნის, ხო, შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნის, ეს ერთი და მეორე უნდა გადაკვეთონ საზღვარი, ანუ ორმაგი ასე თქვათ პროცედურა და ნუ პირდაპირ თქვათ ამ შემთხვევაში ევროკავშირი არ განაცხადებს, ხო, რომ თქვათ ამ ადამიანებს არ შეუშვებთ ევროკავშირში, მაგრამ ამის დიდი ალბათობა როგორც ასეთი არსებობს. სხვადასხვაშორის უნდა დაგვაწყდეს, რომ საქართველოში 300,000-მდე ადამიანი არის, თქვათ, საჯარო მოხელე, იგივე თქვა ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე. აქ არაა საუბარი, რომ ყველა ფლობს, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ თუ ოფიციალურ პასპორტს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, ხო, რაც შეეხება საქართველოს სხვა მოქალაქეებს და ესე იგი მოსახლეობის უმრავლესობას, ხო, ერთ ამოვწურავ ბატონო. ანუ დიპლომატიური პასპორტებთან დაკავშირებით ეს შეზღუდვა გასაგებია, მაგრამ აი დიპლომატიური პასპორტის მქონე პირს რაღაც აი ჩვეულებრივი ოფიციალური პასპორტით უპრობლემოდ შეიძლება მაგალითად საზღვრის გადაკვეთა ესეც რომ ავხსნათ. კი ბატონო, კი მადლობა შეკითხვისთვის. ვერ შეძლებს, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზაში მისი სახელდაკვა არ იქნება დაფიქსირებული, შემდგომში პირადი ნომერი და ამ შემდეგ აქედან გამომდინარე მიზანი სწორედ ეს არის, რომ ეს ადამიანები ვინც სისტემატურად არღვევს ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს საკუთარ ქვეყანაში, შესაბამისად, თქვათ, ისინი იქნებიან მონაცემთა ბაზაში შეყვანილი, ხო, იმიტომ რომ კი ბატონო, ერთია დიპლომატიური პასპორტი, მაგრამ თქვათ პირადი ნომერი, თქვათ, ყველას ერთია, ხო, სწორია, ხო, ამიტომაც ეს პრობლემა შეექნება. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად მაშინ აზრი არ ექნებოდა, ხო, ამ უვიზო რეჟიმის, სავიზო რეჟიმის შემოღებას, ხო, თუ თქვათ ეს კონკრეტული ადამიანები მაშინ ჩვეულებრივი პასპორტით შეძლებენ გადაკვეთონ შენგენის ზონის კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, როგორც ასეთი, ხო? და ეს არის თქვათ მნიშვნელოვანი ფაქტორი და პლუს ბუნებრივია, ესე იგი, რაც შეეხება თქვათ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, ისინი ასე თქვათ სერიოზულ შემოწმებას დაექვემდებარებიან. ფაქტობრივად ისედაც ექვემდებარებოდნენ, შეიძლება ითქვას, ნუ ყოველ შემთხვევაში მე პირადად ჩავდიოდი, თქვათ, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე, ყოველთვის თქვათ, ნუ რომ წარუდგენდი, თქვათ, მოწვევას, სადაც მითითებული იყო კოორდინატებს სად გავჩერდო, მე მიშვებდნენ, ხო, მაგრამ მე თქვათ, აი გერმანიაში იყო, მე კიდე თქვათ ხდებოდა, თქვათ, ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის და ალბათ სხვების, თქვათ, გაჩერება უკვე საზღვარს, ოდესაც გადავკვეთდი და მაინც წარუდგენდი დამატები დოკუმენტს და მე კი ბატონო, თქვათ, მიშვებდნენ, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისედაც იყო გართულებული ვითარება, იმიტომ რომ ვიცით, რომ სამწუხაროდ ბევრი საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარა დეპორტაციას, როგორც ასეთი, ხო, და ნუ პლუს აქ რა არიცით, შეიძლება, მაგრამ მე მგონი ასევე რაღაცნაირად, თქვათ, ევროკავშირს სურს, რომ თუნდაც იგივე ამ ადამიანებს, ვისაც სურს შენგენის ზონაში განვითარება, თუნდაც
მოთხოვნები კონკრეტ ქვეყნის მიმართ, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, რომ ხელისუფლება არ ჩააგდოს მოქალაქეები ესეთ უხერხულ მდგომარეობაში არ შეუქმნას პრობლემები, როგორც ასეთი, იმიტომ რომ ნუ მოდით ესე ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ადამიანია, ხო, რომელიც დადის, ამ დროს ვთქვათ, ემხრობა ქართულ ოცნებას, არ არის ნეიტრალური, მაგრამ ხა ევროპაში შოპინგზე, ეგრეთ წოდებულ შოპინგზე მაგალითად სიარული ძალიან უნდათ, ხო? მაგრამ ნუ შვებულებებიც გატარებათ. შვებულებები, კი, სხვადასხვა რა არის, კი, ბატონო. ხო და სხვადასხვა რა არის, იცით, ბევრ ქვეყანაში შენგენის ზონაში სხვადასხვა რუსეთის მოქალაქეები რო კვეთენ ზონას, ხო, ალბათ თქვენც გსმენიათ, რომ მესაზღვრე ეკითხება ხოლმე კონკრეტულ ადამიანს, ეთანხმებით თუ არა, თქვა პუტინის პოლიტიკას, ხო? და ნუ აქაც შემოწმება, აქაც არ არის გამორიცხული კითხვები დაუსვან, თქვა საქართველოს მოქალაქე ჯერ ესეთი მაგალითად ასევე შესაძლებელი იყოს კითხვა, იღებ თუ არა დაფინანსება ქვეყნის ბიუჯეტიდან, თქვა, ხო? ნუ ანუ კონკრეტულად საჯარო მოხელეებს შეიძლება უფრო მეტად შეექმნათ. მეტად შეეძლოთ, კი, და შეიძლება ასევე თქვა დაუსვან კითხვა, ეთანხმებით თუ არა, თქვა ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ პოლიტიკას და ამავდროულად არ არის გამორიცხული ყველანაირი კითხვა, ხო? კი, ბატონო, აქ იქნება ალბათ შეკითხვები, სად გაჩერდება კონკრეტული ადამიანი, მოწვევა თქვა კონკრეტული ორგანიზაციისგან, მაგალითად, ხო? უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ასე შემდეგ და ამ შემდეგ ეს ყველაფერი ალბათ, იმიტომ რომ ალბათ ეს მონაცემთა ბაზაში ყველას, ხო, მათ შორის თქვენი, ჩემი, თქვა, ყველას მონაცემები იქნება თავისთავად და არ არის გამორიცხული სხვადასხვა ესეთი პროვოკაციული კითხვები, როგორც რუსეთის მოქალაქეებს უსმევენ კითხვებს, რომ ეთანხმებით თუ არა პუტინის პოლიტიკას, ანუ ღირსი ხარ თუ არა შემოხვიდე, თქვა, ევროპაში, იმიტომ რომ ხო, თუმცა მისის თქვა სამართლიანობისთვის, რომ ვინც ეთანხმება ისინი დამოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. არა, კი, სამწუხაროდ, კი, იმიტომ ყველა ეს ადამიანი საქართველოს პროპაგანდისტები, მათ შორის კრემლისაც. კრემლის, კი, და ნუ ახლა საქართველოშიც ხო ეს პროპაგანდისტები, ნუ ახლა სხვა ევროპაში უნდათ სიარდა, ძალიან კარგად იციან, ხო, რომ ევროპა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროკავშირია დემოკრატიული ქვეყნების და თანამეგობრობა, ძალიან კარგად იციან, რომ ადამიანის უფლებები დაცულია და ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში, თქვა, არანაირი ეკონომიკური კრიზისი არ არის, ხო, როგორც აცხადებენ, რომ თურმე საქართველო ვითარდება და თურმე ახლა მაგალითად იგივე ბრიტანეთი დღეს არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ გასაგები მიზნად და გამო ბოლო პერიოდში ბრიტანეთს ახსენებენ, ხო, ბრიტანეთს თლიანში და პროდუქტის მოცულობა 4 ტრილიონი დოლარია, მარტო ლონდონში 600 წამყვანი ბანკის ცენტრალური ოფისია და თურმე ბრიტანეთი კრიზისშია და თქვა საქართველო როგორ ვითარდება, ხო? ნუ რა ვიცი, მაგრამ ეს რისი წინაპირობა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? დიახ. პირველ რიგში რატომ ამოქმედა ახლა ეს სავიზორში, თქვა რატომ არ ამოქმედა სხვა ტიპის სანქციები, ხო? იმიტომ რომ სხვა ტიპის სანქციებს, მაგალითად იგივე ეკონომიკურ სანქციებს, როგორც ასეთი ჭირდება 27-ვე ქვეყნის ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის გადაწყვეტილება და თანხმობა. ანუ გადაწყვეტილებები ძირითადად ევროკავშირის ფარგლებში მოგესწრებათ მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, ხო? ნუ რაც შეეხება თქვა სავიზო რეჟიმის ამოქმედებას, აქ საჭირო იყო თქვა, ნუ ხო თქვა, ესე იგი მინიმუმ 15 ქვეყნის თანხმობა, ამიტომაც აქ კონსენსუსი, ნუ ვიცით რომ უნგრეთი, სლოვაკეთი ბლოკავდნენ ამ ყველაფერს. იმედია რომ 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება და უნგრელი ხალხი ალბათ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ხვდებით ალბათ რასაც, ნუ ყოველში სოციალური გამოკვეთქვებით აღნიშნულ ცხადყოფენ, ნუ ნახოთ დავლოდოთ როგორ გამვითარდება მოვლენები, არც ისე ბევრი დრო რჩება. ხო და ესე იგი შემდეგი მე ესე მგონია, რა თქმა უნდა, თუ იგივე უნგრეთში, იგივე სლოვაკეთში იცვლება ვითარება და ახალი პოლიტიკური ძალები მოდიან ხელისუფლების სათავეში, მაშინ შესაძლებელია, თქვა, გარკვეულწილად რაღაც ეკონომიკური ხასიათის სანქციებიც იყოს ამოქმედებული, როგორც ბრიტანეთმა ამოქმედა, რომელიც ესე იგი კი ბატონო, სამხრივად იღებს ხო გადაწყვეტილებას, აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ვიცით რომ რამდენიმე პროკურორის მოსამართლეს ესე იგი სანქციები დაუწესეს, ნუ ბოლო პერიოდში ვიცით იმედის და პოზიტივის თუმცა ასევე როგორც ვიცით ბრიტანულ სანქციებს ხშირად მოსდევს ხოლმე შემდეგ სწორედ ევროკავშირის მხრიდან იგივე ტიპის სანქციები, ხო? კოორდინაციაში რა თქმა უნდა ერთმანეთთან არიან თავისთავად, იმიტომ რომ დემოკრატიული ქვეყნები ბუნებრივია მით უმეტეს დღეს თქვა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები და იგივე თქვა დიდი ბრიტანეთი, რა
თქმა უნდა, ერთმანეთთან იცით რა მინდა გითხრათ ბატონ ნიკა, აი თქვენ ბრძანეთ და ეს პროცედურული ნაწილი ყოველთვის ცნობილია, რომ 27 წევრი ქვეყნის თანხმობა არის საჭირო ერთობლივად, მაგრამ აი კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით მათ შორის, აი ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება მოხდა აი დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებზე, ხო, რომლებსაც აქვთ ასევე როგორც ჩვენ აღვნიშნეთ ალტერნატიული, ჩვეულებრივი ოფიციალური პასპორტი და აი ესეც ბუნებრივია რაღაც კუთხით მათ პრობლემებს შეუქმნით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, მათ შორის რომ აი რაღაცა კონკრეტულად პერსონალურ ადამიანებზე მოხდეს შეზღუდვა, რომ შევიდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აი პერსონები რომ დასანქციებდნენ უფრო მარტივად რომ დავსვა კითხვა, ანუ შეიძლება რომ დავუშვათ შემდეგი ეტაპი ეს იყოს, რომ აი დიპლომატიური პასპორტი კი არ ეწეროს მარტო, აი ეწეროს თანამდებობები კონკრეტულად პირების, ვისაც არ შეუშვებენ. ნუ იცით როგორ არის კი ამ შემთხვევაში ხო მარტო არ შეშვებაზე არ არის ხო ეს ეკონომიკური ხასიათის სანქციებს ვთქვათ როგორც იყო ხო ბრიტანეთმა რომ დაუწესა სანქცია მაგათ მურუსის რომელმაც განაცხადა რომ ბარათი დამებლოკა ხო აქ ამ შემთხვევაში ხა ბარათი რომ დაებლოკოს კონკრეტულ ადამიანს ამ შემთხვევაში კონსენსუსი საჭირო არის კი ბატონო კონსენსუსი კი ბატონო ვთქვათ ეკონომიკური ხასიათის სანქციები რომ ამოქმედდეს ხო აქ კი ბატონო თუმცა მეორე შესაძლებელია რომ ცალკეულმა ქვეყნებმა დააწესონ ამ შემთხვევაში სანქციები ჩვენ ვიცით რომ მაგათაც ბალტიისპირეთის წევრმა სახელმწიფოება დააწესეს ხო კონკრეტული სანქციები კონკრეტული პირების მიმართ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უკვე ეროვნული კანონმდებლობის დონეზე შესაძლებელია, თქვათ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, თქვათ, მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, არა უშუალოდ თქვათ ევროკავშირმა, მაგრამ კონკრეტულმა სახელმწიფოებმა, იმიტომ რომ უკვე ევროკავშირი გადავიდა ქმედება, სხვადასხვა 11 მარტს ხო განიხილება საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში. თუმცა რა იცით ხო კონკრეტული ქმედება არის საჭირო, აი ევროპარლამენტი ვახსენა, ხო ევროპარლამენტი ოდესაც იღებს რეზოლუციას. არ უნდა გაგვაწყდეს რომ ევროპარლამენტის მიერ მიიღებული რეზოლუცია მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი კი ბატონო 7-ზე მეტი წევრით არის წარმოდგენილი, ხო? მაგრამ მის მიერ მიიღებულ რეზოლუციას გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი და არასავალდებულო. ამიტომაც არის რომ თქვა ქართული ოსტების წევრები ქედმაღლუად აცხადებდნენ, რომ აი ზაქია ფარატინა ქაღალდის ფასია, თქვა ამ დადგენილებას და დაკეცონეს თქვა ქაღალდი და მე აღარ გავაგრძელებ, ხო თქვა, მაგრამ აი როდესაც უშუალოდ პრობლემა, როგორც თქვა ეხლა იმედ შეეკვდა პრობლემა და პოსტივის, ხო გახსოვთ, ხო თუნდაც იგივე ივანიშვილის რო დაესწრო სხდომას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე აღელდნენ, იმიტომ რომ თქვა როცა ფინანსური პრობლემები ეკვდება, თქვა კონკრეტულ სტრუქტურასთან, ფიზიკურ პირს, თქვა უკვე აქ სხვა საქმესთან, სხვა საქმეა. კი ბატონო. და მოდით ბატონიკა გადავიდეთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, მაყურებელსაც ვეტყვი რომ ბატონ ნიკა შემდეგ ჩვენ სტუდიაში ვუმასპინძლებთ ირაკლი ლექვინაძეს, სამხედრო ექსპერტს და მასთან ერთადაც ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, მაგრამ მანამდე აი თქვენი პოზიციაც მაინტერესებს. ყველაზე მთავარი პრინციპი აი რა კითხვასაც ყველა სვამს არის ის, რომ რა დაასრულებს ამ ოპერაციას, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს, ტრამპაკი თქვა 4 კვირა, მაგრამ ხედავთ რომ ფართოვდება სამწუხაროდ ეს კონფლიქტი, ფართოვდება ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ იძულებულიც კი ხდებიან ირანიდან გამომდინარე, რომ ჩაერთონ სწორედ აი ამ კონფლიქტში და მე ვახსენე არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი იერიში, ესე ვთქვათ, ირანზე, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ბოდიში მოუხადა, ხო, ამ არაბულ ქვეყნებსაც მათ შორის, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ბოდიშმა არ იმუშავა. რა იკვეთება აი დღეს 8 მარტის მონაცემებით 28 თებერვალს დაწყებული ოპერაციის შემდეგ, რადგან გავიდა. ეს არის ის ოპერაცია, რომელიც მართლა შეიძლება 4 კვირაში დასრულდეს თუ უფრო სერიოზულ მასშტაბებს შეიძლება მიუახლოვდეს. მადლობა ქალბატონო ანა შეკითხვისთვის. კი ბატონო, მოგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ფლობენ მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას, ვიცით ხომ, რომ იგივე ირანის ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო სისტემების 60%-ზე მეტი არის განადგურებული, ასევე თქვა ბალისტიკური სისტემები, ესე იგი რაკეტების დანადგარების თქვა 60% ასევე თქვა არის განადგურებული და ასე თქვა ირანის აშშ აკონტროლებენ ირანის საჰაერო სივრცეს და 40-ზე მეტი პირი არის თქვა ხო ირანის ოფიციალური პირები ფიზიკურად ლიკვიდირებული ხო მაგრამ არსებობს კი ბატონო საფრთხე იმისა რომ კონფლიქტი უფრო მეტად გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაითვალისწინოს
თუნდაც იგივე ერაყის, თუნდაც იგივე ავღანეთის მაგალითი, ხო? ჩვენ კარგად გვახსოვს, ხო, გავატონა ანა, რომ თქვათ მაგალითად ავღანეთში, ხო, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ხო, ამერიკამ ბრიტანეთთან ერთად ახლო თქვენ ნახევარში მოახერხა თალიბანის რეჟიმის დამხობა, იქ ჩრდილოეთის ალიანსი იყო მას შეერაღებული ფორმირება, რომელმაც დაიკავა ხაბული, მაგრამ ამერიკას მოუხდა 20 წელი შემდგომში დარჩენა, ხო, ავღანეთში. იგივე ერაყს რაც შეეხება, თუ გახსოვთ 2013 წლის 25 მარტს ამერიკის შეღმრმავებმა დაიწყეს თქვა სახმელეთო ოპერაცია ერაყში. 1 მაისს უკვე ამერიკის ჯარები იმყოფებოდნენ ბაღდადში. ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ომი ერაყში დასრულდა, თუმცა ამერიკას მოუხდა თავისი 100,000 კაციანი კონტინგენტით კიდე დაახლოებით სადღაც 10 წელი ერაყში დარჩენა. აქედან გამომდინარე, მე მგონი აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ სახმელეთო ოპერაციები დღევანდელ ეტაპზე მეტად გაართულებს ვითარებას და ირანი არ არის ერაყი. თუმცა ეს გარდაუვალი შეიძლება იყოს. იცით რა, იმედი არ მოხდება. მე მაგათად პირადად ვემხრობი იმედიას, რომ ყოველ შემთხვევაში ახლა ნუ ადამიანის სიკვდილი როგორ უნდა გიხარდეს, მაგრამ მეორე მხრივ თქვა კლელებს რაც შეეხება თვითონ საკუთარ ხალხს რო კლავენ, აი ფიზიკური ლიკვიდაცია უნდა მოხდეს ყველა იმ ადამიანის, აი ეს ვინც არის დღეს ირანის თქვა პოლიტიკური ელიტა, და გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს, ოღონდ სახელო დარტყმების შედეგად, იმიტომ რომ სახმელეთო ოპერაცია წარმოიდგინეთ, კი ჰუსეინის რეჟიმი თქვა ერაყში რო დაამხეს, ხო, მაგრამ როგორც თქვენს დებათ გავიმეორებ, ხო, რამდენი წელი მოუხდა მე ამერიკას კიდე ყოფნა ერაყში. ირანს რაც შეეხება, ირანი გაცილებით დიდი სახელმწიფოა. ირანის ფართობია 1,648,000 კვადრატული კილომეტრი. ირანის მოსახლეობა 90 მილიონი, ერაყის გახდა დაახლოებით 30 მილიონი და ამიტომაც კონტროლი არის რთული, თუნდაც იგივე თეირანი რო დაიკავოს ამერიკის ჯარმა თქვა და ისპაჰანი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი თქვა ესა ქვია ფერეიდანი და შემდეგ შენარჩუნება იქნება რთული, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ თქვა ირანი გადავიდეს თქვა პარტიზანულ ქმედებებზე, ამიტომაც აქედან გამომდინარე მე ესე მგონია რომ ამერიკა თქვა სარაკეტო და საჰაერო დაბომბებით უნდა შემოიფარგლოს, ის უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში სწორედ ამ დაბომბების შედეგად ახლა დღეს უკვე ამერიკა გადასულია ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, ხო? იმიტომ რომ ირანი ახორციელებს ყოველწლიურად დაახლოებით 60 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს ძირითადად ჩინურ ბაზარზე, მაგრამ ნუ თქვა დღეს ეკონომიკის ერთ-ერთი თქვა საარსებო წყარო თქვა ირანის ასევე დაგროვდება ირანის სამხედრო პოტენციალთან ერთად და იმედია საბოლოო ჯამში დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ.